სოფლიოში მხოლოდ ორ გუმბათოვანი ეკლესია არის, მათ შორის ერთ-ერთი მდებარეობს საქართველოში, კერძოდ გურჯაანში, რომელსაც ორი ერთნაირი ზომის 8-წახნაგა გუმბათი ადგას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მერვე საუკუნის ძეგლია, რომლის მშენებლობაც მე-10 საუკუნის მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ტაძართან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ჭედურ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. ლეგენდის თანახმად 1615 წლის შემოდგომაზე, როცა კახეთს შაჰ აბასის ჯარი შემოესია, მონასტრის წინამძღვარ სიზმარში ღვთისმშობელი გამოსცხადებია და რჩევა მიუცია, რომ მტვრისგან დასაცავად ხატი ახლოს მდებარე წმინდა გიორგის ტაძრის კედელში დაემალა. შაჰ აბასმა კახეთში მრავალი სოფელი და მონასტერი ააოხრა. ბერები ამოხოც, არავინ დარჩა ცოცხალი, ვინც ხატის ადგილსამყოფელი იცოდა. დაიწყეს ღვთისმშობლის ხატის ძიება, მაგრამ უშედეგოდ. 200 წლის შემდეგ კახთუბნის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სიზმრად იხილა ღვთისმშობელი, რომელმაც მას ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. ხატი იპოვეს და ყველა წმინდის ტაძარში გადმოიტანეს. თუმცა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოში ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ხატი კვლავ დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღესაც კი უცნობია. 1993 წლიდან გურჯაანის ყველაწმინდაში სამონასტრო ცხოვრება აღდგა და ამჟამად აქ მამათა მონასტერია. დიდება უფალს და გვფარავდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.